გამარჯობა, მე ვარ გიორგი საბაძე და გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი YouTube არხი. უმთავრესად ვისაუბრებთ ხოლმე მონაცემთა ანალიზზე, AI-ზე, მონაცემთა ტიპებზე, მათ დამუშავებაზე, მონაცემთა მეცნიერებაზე, ინჟინერიაზე და ასეთ საკითხებზე. ასევე შევეხებით ხოლმე ცოტა ფილოსოფიურ ჭრილშიც თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო. იმედი მაქვს, რომ გვერდში დამდგებით. გთხოვთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისხი ლაიკი და დავიწყოთ. ჩვენი პირველი თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ბუმი არის AI-ზე დღესდღეობით და ყველა ამაზე საუბრობს, მე მინდა რომ ცოტა სხვა მხრივ დაგანახოთ AI-ის შესაძლებლობები და მისი მომავლის განვითარება. და რაღაც საკითხები მაინც არის ბუნდოვანი საზოგადოებაში და ცოტა შევეცდები რომ ნათელი მოვფინო მაგ საკითხებს. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ადამიანებს ახასიათებთ ორგვარი უნარი. ერთი არის კოგნიტური, მეორე არის ფიზიკური. ფიზიკურ უნარებში მანქანები უკვე ძალიან დიდი ხანია ჯობნიან. ტრაქტორ შეუძლია, რომ გაცილებით დიდი ტერიტორია მოხნას გაცილებით ნაკლები რესურსის და ძალისხმევის გარეშე, ვიდრე ადამიანს შეუძლია იგივეს გაკეთება. მაგრამ მანქანები რაშიც ჩამოგრჩებოდნენ, ყოველთვის ეგ იყო კოგნიტური უნარები. ეხლა როცა გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტი, ეგ ნიშნავს, რომ კომპიუტერმა შეიძინა კოგნიტური უნარებიც. ეგ კონცეფცია ახალი არ არის, მაინც და მაინც 1950-იანებიდან იღებს სათავეს. მაგ წლებში პირველად ალან ტურინგმა წამოაყენა ჭკვიანი მანქანების იდეა. 56 წელს პირველად ითქვა კონფერენციაზე ეგ ტერმინი პირველად იხმარეს საერთოდ, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი. 2000-იან წლებიდან განახლდა მაგაზე სამუშაოები და ეგ განახლება გამოიწვია რეალურად big data-ს გამოჩენამ, რაც არის უამრავი ზღვა მონაცემები, რომელიც უკვე ადამიანს ხელი მიუწვდება, რომ დაამუშაოს ძალიან ბევრი სახის მილიარდობით მონაცემი და ასევე მაგ პროცესს ხელი შეუწყო იმანაც, რომ გაჩნდა გამოთვლითი სისტემების გაცილებით დიდი რესურსი. AI-ის განვითარება გამოიწვია ნევროლოგიის და ნეირომეცნიერების უცაბედმა განვითარებამ. ნებისმიერი ახალი გარღვევა და რაღაც ახალი აღმოჩენა ადამიანის ტვინის შემსწავლელ მეცნიერებაში ძალიან იმოქმედებს AI-ის განვითარებაზე. ის, რასაც ჩვენ ინტუიციას ვეძახით, სინამდვილეში არის ალგორითმი და როგორ მუშაობს ეს ალგორითმი, რომ მაგალითად დაინახეთ, პირობითად რომ ეგეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, დაინახეთ ადამიანი, რომელიც რაღაცას გთავაზობთ და თქვენ იმ ეჭვებში ხართ, ეს ადამიანი თაღლითი არის თუ არა. პირობითად არინდეთ ამ ადამიანს, მართლა თაღლითი აღმოჩნდა, საიდანაც გაიგეთ მერე და ალბათ იტყვით, რომ ჩემი ინტუიციის ბრალია. სინამდვილეში მან ხდება ესეთი რაღაცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ძალიან ბევრი ფაქტორი არის, ძალიან ბევრი ცვლადი არის ამ ადამიანის ამ თაღლითს გულისხმობ. ფერომონები, სახის მოძრაობა, body language, არ ვიცი, უამრავი რაღაცა ინდიკატორი არის, რომელიც ჩვენზე გაუაზრებლად, ჩვენ და გაუაზრებლად მოქმედებს და ტვინში შედის ეს ყველაფერი input-ის სახით, რომელიც გაივლის ამ ღრმა ფენებს, neuronal ქსელს თლიანად, ის დაფილტრავს ამ ყველაფერს და რაღაც მომენტში ალბათ დაადრის თქვენს წარსულ გამოცდილებას. სადაც მართლა ვიღაც ადამიანი იყო, რომელსაც დაახლოებით ანალოგიური ეს ცვლადების ეს თლიანი მატრიცა ჰქონდა და იმან მოგატყუათ. შეიძლება არც კი გახსოვდეთ ეგ ამბავი ესე ცნობიერ დონეზე. ზუსტად ეგრე მუშაობს AI-ც. შედის რაღაც input-ი, მერე ის გაივლის რაღაც ღრმა ფენებს neuronal ქსელში. neuronal ქსელი არის აწყობილი ზუსტად ანალოგიური რა, ანუ რა თქმა უნდა ეს ძალიან გამარტივებული ვერსია არის ადამიანის ტვინის, სასაცილო არის მაგაზე უბრალოდ შედარებაც არ ღირს, მაგრამ
გავს რა, იმეორებს. და შესაბამისად ამ ღრმა ფენებში გაივლის ამ ყველაფერ ფილტრს და საბოლოოდ აუთპუტი გამოვა, რომ რაღაცა პასუხი. აი მაგალითად AI როგორ ხდება, რომ სურათზე წარმოდგენილი ცხოველი არის ძაღლი. როგორ და შედის სურათი input layer-ში, ეკითხება, რომ რა არის ეს ცხოველი, გაივლის ღრმა ფენებში AI ნეირონულ ქსელში და გაფილტრავს ეს არ არის კამე, ეს არ არის კატა, ეს არ არის რაღაცა, ეს არ არის წიგნი, ეს არ არის მიკროფონი, ეს არ არის კომპიუტერი და საბოლოოდ გამოიტანს დასკვნას, რომ ეს არის ყველაზე დიდი ალბათობით ძაღლი და ამიტომაც დააბრუნებს output-ში, რომ ეს არის ძაღლი. ეხლა არის ისეთი ეტაპი, რომ ჩვენ ვართ სუსტი AI-ის განვითარების ფაზაში. რას ეძახიან artificial narrow intelligence, ან შემოკლებით ANIS. ეს AI არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახეობის სამუშაო შესრულებაზე ორიენტირებული. ეგეთი არის მაგალითად Gemini-ც, ეგეთი არის ChatGPT-ც, ეგეთი არის Claude-იც, ნებისმიერი AI, რაც ეხლა ბაზარზე ჩანს, არის ეგეთი. ANI, artificial narrow intelligence. რომელიც არის ვიწროს ეძახიან და რაც არ უნდა კარგი გეჩვენებოდეთ მაგალითად Google Gemini, მაინც ითვლება ძალიან სუსტ AI-ით, იმიტომ რომ დასპეცებული არის ერთ კონკრეტულ რაღაცაში, კონკრეტულად Gemini არის დასპეცებული ტექსტის გენერაციაში. მაინც ძალიან ფანტასტიკი სფერო არის, რომ არსებობდეს სუპერ ინტელექტი, სუპერ ინტელიჯენსი, მაგას შეიძლება საოცრებები. ეგეთ AI-ს ალბათ შეიძლება რომ გამოთვალო თუ მით უმეტეს თუ ეგეთი AI ძალიან ლოგიკური არის რომ უნდა მუშაობდეს კვანტურ კომპიუტერზე, რომელიც იქნება სუპერ მძლავრი გამოთვლის სისწრაფით და მასეთ AI-ს უნდა შეეძლოს მაგალითად ომის წარმოება. პირობითად რო ვთქვათ რა, პირობითად რაღაცა ეგეთი პრომპტი რო გასცეს ვინმემ რო მითხარი ყველა შესაძლო ვარიანტი და მაგათგან ყველაზე ხელსაყრელი როგორ უნდა დავიპყროთ, არ ვიცი რა, პაპუა ახალი გვინეა პირობითად რა. და ამას ექნება შესაძლებლობა რომ გაანალიზოს ყველა პაპუა ახალი გვინეის ბიჰევიორისტული პატერნები, შექმნას მე რაღაცა მონაცემთა ბაზა, მაგას დაყნობის, შექმნას გარკვეული სცენარები და მაგის მიხედვით იწინასწარმეტყველოს ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯზე, ნებისმიერ სცენარზე ყველა აუთკამი. ანუ რაც კი შეიძლება მაგას მოყვეს და რითაც შეიძლება დამთავრდეს ეგ სცენარი. და მაქედან შესაბამისად არჩევს ყველაზე ნაკლებ ზარალიან სცენარს და საბოლოოდ მოგცემთ რაღაცა ვარიანტს, რომ აი ესე. თუ ეგრე ძალიან განვითარდება, მართლა არ არის გამორიცხული, რომ როგორც ამბობს ჰარარი თავის წიგნში, Homo Deus-ში და Nexus-შიც იმეორებს მაგას, მაგან წარმოქმნას უსარგებლოთა უზარმაზარი არმია. ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები AI-ამ ჩაანაცვლოს ძალიან ბევრ საქმიანობაში და ესენი დარჩნენ უსამსახუროდ. რეალურად ჰარარისაც გონია და მეც დარწმუნებული ვარ, რომ AI წარმოქმნის გაცილებით მეტ ახალ სამუშაოს, მაგრამ არ ვიცი, ეგ მაინც შეიძლება მოხდეს. მაგ შემთხვევაში უბრალოდ აი როგორც ადრე იყო, რომ მეტლეები გახდნენ ტაქსისტები, მეტლების ბედი კი არ გველის, არამედ გველის იმ მეტლში შემული ცხენების ბედი, რომლებიც შრომითი ბაზრიდან საერთოდ გაქრნენ. ადამიანებმა უნდა ვიშრომოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეგრე არ მოხდეს, ან მაგას შევხვდეთ ძალიან მომზადებულები. მაგ ამბავში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეგეთი AI-ის განვითარების არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი რა, გარღვევებთან მეცნიერებაში, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებაში, გარღვევები ისეთ მეცნიერებებში, როგორც არის ანთროპოლოგია, ფიზიკა, ასევე გარღვევები ისეთ სპეციალობებში, რომლებიც არის მომართული გამოთვლითი სიმძლავრის ზრდაზე, რას აკეთებს NVIDIA, მაგალითად, რომელიც აწარმოებს დღესდღეობით ყველაზე ხარისხიან და ძლიერ ჩიპებს და რა თქმა უნდა, ინტელექტუალურ შრომა, რომელშიც ისევ და ისევ ადამიანები ხმარობენ ამ Narrow AI-ს. ხშირად ისმევა ხოლმე ესეთ შეკითხვა, რომ რატომ არ წყვეთ
AI-ის გამოგონებას. Რა თქმა უნდა, ანუ სავსებით ლეგიტიმური შეკითხვები არის, სავსებით ლეგიტიმური დებულებები არის, მაგრამ ამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის game theory, ანუ თამაშთა თეორია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა თუ გაჩერდება ამერიკა, არავითარი გარანტია არ აქვს იმის, რომ გაჩერდება ჩინეთი. ან თუ გაჩერდება ჩინეთი, არანაირი გარანტია არ აქვს იმის, რომ გაჩერდება ამერიკა. ეხლა AI-ზე ბუმი შეიძლება მართლა ცოტა გამაღიზიანებელი არის, მეც კი ვღიზიანდები ხოლმე ხანდახან ინტერნეტში ამდენი AI ყველაფერზე ხელოვნური ინტელექტი და აი ეს ყველაფერი რო ტრიალებს, მაგრამ მნიშვნელოვანია რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ადრე ჩვენმა კაცობრიობამ გაიარა ეგეთი ეტაპი შუა საუკუნეების ბოლოს, როგორიც იყო ამერიკის აღმოჩენა, ახალი მიწები, ექსპედიციები და ვინც გააკეთა ისინი, ვინც მაგაში ძალიან დიდი რესურსები ჩადო, გაფრინდნენ განვითარებაში. ეგეთი პროცესის მონაწილეები ვართ ეხლა. AI-ის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენება, ჩემი აზრით, რაზეც ხოთა შორის ანუ ბევრგან არ შემხვედრია და არ ვიცი რატომ არ ლაპარაკობენ ხოლმე მაგაზე ადამიანები, არის თვით რეგენერაცია. ანუ მაგალითად ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი. თვითონ თავისით გააკეთებს კოდის ხელახლა გადაწერას, ამ აპდეიტების გათვალისწინებას, გარკვეულ რაღაცა განახლებას გააკეთებს თავისით. აი დაახლოებით როგორც აქვს Windows-ი რო განახლებას გთხოვს ხოლმე რა. აი ეგეთი თვალსაზრისით თქონთ, ანუ გაცილებით კომპლექსურს და გაცილებით ძლიერ რაღაცას გულისხმობ. აი ყველაზე ისეთი ხელშესახები ეხლა რაც არის და პირობითად ჩემ პრობლემებსაც ეხება არის მანქანებში ეგ, იმიტომ რომ ხშირად მიფუჭდება მანქანა და ავტომობილს თუ შეიძლება საკუთარი კომპიუტერის ისე გამოყენება, რომ საკუთარი სისტემის რეგენერაცია გააკეთოს, რასაც ჯერჯერობით, ნუ ეხა ფიზიკურ დონეზე ვერ იზამს, რა თქმა უნდა, ეხა რაღაცის დედაპლატა თუ დაიწვა და ბოლი ამოვიდა, იმას ვერ გაამთელებს, მაგრამ კოდის დონეზე ეგ რეგენერაცია უნდა შეეძლოს, აპდეიტი უნდა შეეძლოს, განახლებას უნდა შეეძლოს და უკეთესი ვერსიის შექმნას უნდა შეეძლოს. რაც ასევე ძალიან დიდი ღირებულება იქნება ჩემი აზრით. მოდი ახლა რომ შევაჯამო, ვიტყვი იმას, რომ AI არ არის რაღაცა უბრალოდ კონცეფცია ან კომპიუტერი, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ცვლის ჩვენ ცხოვრებას ძალიან აქტიურად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო კომპლექსური იქნება მაგის გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე და მე მგონი, რომ ყველამ უნდა ვიფიქროთ მაგაზე და საქართველოშიც რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მაგით, რაც უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს მის გამოყენებას და ჩაერთვება AI-ის კვლევით სამუშაოებში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება რა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ცალსახა არის, რომ მომავალი ეგ არის და აუცილებელი არის მაგაზე ზრუნვა, მაგაზე მუშაობა და მაგაზე ფიქრი. სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდა პირველ ვიდეოში. შემდეგში შევეცდები, რომ კიდევ უფრო საინტერესო თემებით დაგიბრუნდეთ. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და მადლობა. დროებით.